ყველას დილა მშვიდობისა. აბა როგორ ხართ, როგორ გრძანდებით? დღეს იკაისვენებს. ხო და ეხლა წავიდე ჩემ მანქანა დაიყონა გასარეცხად. მე მინდა დღეს გავიდოთ ჩემ რა იყო? ვიტამინების დაკლებობა აქვს შენზე დაწერეს. სხვადასხვა შეხვედრის ჯგუფში ბევრი წერდა რომ დაგვინიშნეს ვიტამინები. რა იყო ბონი? 800 და მაინც რა ვიცი დავალევინებ? კითხავ დაურეკავ და რა დავალევინო. მაგრამ მგონია რომ ჩაოლება ჯილზე უმტკიცესია აქვს, იმიტომ რომ მოვიყვანე მაგას უკვე შვებოდა და იმ ვოილიერსაც ცხოვრობდა საჭმელი კაკაშკა დასაწოლი ერთად ქონდა და მგონია რომ მაქირენარი მიჩვეული. ვოიცა შენ არსად არ მიდიხარ? მოდი აქ. გარბის და ეს შეჩვადის. Smiles. შენ ვინგი პატიჟება ერთი ხარ. დინე პატიჟება ამას. დინახე როგორ კანკალებს. იმიტომ რომ გავარდნა უნდოდა. შანსი ვინმე გავიდეს. ახლა ნახე რა თქოში. ნელა ვინმე გავიდეს და ეს არ გავარდეს ქუჩაში არ გაიქცეს. არ არსებობს. ანუ კარს აღებ თუ არა, ძაღლი უკვე გარეთ არის. აღარ ვიყიდი პასკას ჯერჯერობით. იმდენი პასკა ვჭამე გუშინი, მინდა მარტო პასკა ვჭამე. პასკდი რასაც ქვი. ესე არ შეიძლება ახლა კიდე აღდგომა მოდის და მთელი თვე რო ვჭამო, კიდე მოვიმატებ და ავალ 59-ზე ჯერ ეს ვერ დამიგლი. ასე რომ არ მინდა. 60-თან მიახლოებაც კი არ მინდა. არ არსებობს, ასე რომ ჯერჯერობით აღარ ვყიდულობთ პასკას. ნერვები არ მაქვს. ჩემი თავი სატანა არ მაქვს. შეიძლება წესიად მოიქცე რა. ხოდა ჩემი ლამაზი პატარა მანქანა ახლა კარგა, შეგი დასვენების დროს ადგილ პირველი რაც გააკეთა, შენი მანქანა გავრეცხო. ანა კაი ამიდია მე თუ ნაციმარი ჩამობურული რაღაცა ულამაზესი უშვენიერესი. მაგარზე გამოვიდა. ხოდა მინდა დღესაც მე წავიდეთ ჩემი მანქანით, არ ვიცი სად, მაგრამ სადმე ცოტა ისე ბავშვები რომ მოვლენ ცოტა მოშორებით რა, აი აქვე ვაგზალზე არა, დავიღალე ვაგზალზე სიარული. აი სადმე იქით რა, საბურთალო ვაკეში არ ყოფილა ჩემი მანქანით. ანუ სოფიას რო შევხვდით, მაშინ გავიანე, მაგრამ ძალიან პატარა მონაკვეთზე მევიჯახე ის შუა ვაკე. აი ვაკით რომ მიდიხარ რუსთაველზე და აი ეგრე არ ყოფილა. აი აქ რა წავიდე. ვაჟა. მერე ავალ თამარაშვილით გავივლი ვაკის პარკთან, გავივლი უნივერსიტეტებთან. მე რეგენ საიდანო ჩამოვიდე ჩვენსკენ. თავისუფლებასთან, არა რუსთაველზე მოვბრუნდები, კოსტავათი ჩამოვალ. გმირთა მოედანზე რაღაც დააყენეს, საშინელისაცობია, ზუსტად მათ გავიჭედები. ხო და მე წამოვალ სახლში. აი ეგ მარშრუტი მინდა დღეს. კიდე შეიძლება წასვლელი იყოს იკა. სამძიმარზე. ოღონდ ეგ არ იცის ზუსტად როდის. და მაგის მიხედვით უნდა გავაკეთოთ.
გუშინ საღამოს წავედით კარპურში ჩაგისვათ აქ იმ ფრაგმენტს გავისეირნეთ სისათვალით გამოვიდა ევა მეორე გამარჯობა აი მე ამასაც უკეთი ახლა გავგიჟდები ღმერთო რა საყვარელი ბავშვი ხარ ხო და ისა ვიყიდეთ რაღაცები ნუ ევასაც უნდა და პური იმიტომ რომ დილას პურზე წუწუნებენ ხოლმე ესენი ანუ ორ პურს სამ პურს ყიდულობ ხოლმე ერთი შავი და ორი თეთრი და ეს ორი თეთრი ხო თავდება და შავსაც ესენი ჭამენ დილას კიდე მაინც პური არა ხო და მეოთხე თეთრი პური იყიდა საღამოს იქა გამოვიდა და ჩვენ მოვიდა უნდა იმას ვქნათ შოქრე კარპურში დღეს არ ყოფილვართ იქიდან გამომდინარე რომ ჯერ ჩადილის გაკეთებას არ ვაპირებდი დღეს კვერცხი მქონდა შემწყარის თელოჯახს და მოხარშული შემწყარი და პასკა კიდე ხო და მე მეორე კიდე წმინდასავი ანუ წვიმას აპირებდა მე სახანჩქოს წამოწინწყლა და ეხლა საღამოს ხო წავიდეთო რა ჩემის უნამო აუ რა სიძახი ხო და ეხლა წავედით მოგეთ სავარაუდო პარკში ჩევიდით ხო უნისექსია ისა დღე გაიზარდა სერიოზულად საათნახევრით გაიზარდა შეიძლება მეკითხა ამ დროს ღამე უკვე ბნელოდა გასამოვეს ღამე ხო და ეხლა გაიზრდება კიდე და კიდე აუ რა სასიამოვნო არა კარგია მაწყობს ყველაზე ცხოვრებას იწყებს ცოცხლდება ყველაფერი და სასიამოვნო აი ყველი ეს პლომბი მქონდა და მგონი აღარ არის რაღაც ტკივილივითაც მაქვს მისასვლელი ვიქნები ამ ცოტათი მქონდა და საპლომბის თონიკე და ანდრეს მე გამიჩნდა უცებრეს კაცს და ამდენი კვირილსა და ერთი ესა და იმ ტკივა კიდევაც აუცნობ ტკივილს გლოვოსის κτია რაღაც აბა ფრთხილათება კაკარი იყოს ძაღლის არის ყოველთვის არის ძაღლის კაკა გამოვიცით ისევ არ ვიცი დღეს რა მოვამზადო აი ესეთი იდეა არ მაქვს თავში რაცნერი ამის მოფიქრება ყოველ დღე აი მაგალითად ჩაშუშულ კომბოსტს გავაკეთებ ისპანახი მინდა მე ძალიან მაგრამ ახლა მაგალითად იკა არ ჭამს ანდრია არ ჭამს თონიკეს უყვარს სოკოს ფლავი შეიძლება გავაკეთო კიდე უყვარს ძალიან აქ სოკო ჩაუშუშო აუ როგორ მინდა სოკო სოკოს გავაკეთებ მოშუშულ მაგრამ ეგ არ არის ადილი ეგ არის რაღაცა დანამატი რაღაცა კიდე უნდა გქონდეს იმიტომ რომ მაგას ისე ცოტავდება რომ ერთი ცოტა შეჭამ და всё სოკოს ის რო გავაკეთო როგორც ტიპა რა ქვია იმას ოჯახური ასე ისე გამიკეთებია ის სოკოს ოჯახურს რო ეძახიან და სოკოს ჩაკაბულს და მე ხარ ის ხორცი და რაღაც ახლა ხორცი არ მინდა საერთოდ არ ვიცი ეს ციკლის მე ეგრება ხოლმე იმდენ ხორცს ჭამ ხოლმე იმ პერიოდში მე საერთოდ არ მინდა ხოლმე არც კვეთხები საერთოდ არაფერი არ მინდა ამ მომენტში მაგრამ მე ისინი ხო მოვლენში ურები იქნებიან აი მაგალითად შეიძლება ღვიძლებს დღეს ვერ გავაკეთებ იმიტომ რომ მე დავიღლები და მანქანით ვეღაწავა რამე ისეთი აზულად გასაკეთებელი ანუ აი ესეთი თავად ბრტყელება მაინც რა ჭირდებოდა ეგეთი
ანის პანახი, ან სოკოს შილაფლავი. მაგას მგონია რომ გავაკეთე. ეგ ნოყიერიც. ან მარაიკა მაგას არ ჭამს. ან ჩაშლილი კომბოსტო, მაგას ყველა ჭამს. ჩაშლილი კომბოსტო. არაჟნით. კომბოსტოს დაფილა ჭარხალი. რავი, აზრად არ მომდის. შემწვარი კარტოფილი შეიძლება, ხო? შემწვარი კარტოფილი შეიძლება, მაგრამ აქ ორი ტაფა უნდა შეძლო. რო ეყოთ. კარგად რო ეყოს ყველას ორი ტაფა უნდა შეძლო. ორი დიდი ტაფა. 28 სანტიმეტრი დიაბეტი. გუში, კარბოჰიდრატზე საყვარელი ქალები იყვნენ. აი, ისიც როგორი თანმაღლები რო არიან და თან წონაც რო, მაგრამ თანმაღლები რო არიან, აი რაღაც უფრო დიდი ჩანან. 1.75 იქნებოდნენ. და წონაც 1.90 იქნებოდა, რა. ორნი იყვნენ. მე მეგონა ერთად იყვნენ ძალიან გავუწნეთ მაინც და ისო. კივყიდულობ სალათის ფურცელს, პამიდორი პლანტასი ქონდა ნაყიდი, კიტრი და სალათის ფურცელი. ნუ კიდე რაღაცა, მაგრამ ეგენი ბოლოს შეილაკა და თქვა კივყიდულობ სალათის ფურცელს, მაგრამ რა ხეირი მაინც ვერ ვიკლებოდა. რაოდე? ინცეთი რაოდე? რაოდე? შიაო. ური გოგო მინდა. შევწოთ ახლა კვერცხი. აი მაგიტინა ჯოშინა. იდება და მე გადავაგდე. მაგრამ ეს ამირჩევნია, ინახთ რა აქ ჭამს. ესე მირჩევნია გადავაგდო ვიდრე შენ ჭამს. და რატო ყიდულობ რომ მკითხოთ აი რომ არ გიყიდო. ეს ძალიან ეძღვნება და მე ბოლოს შეჭამს. ასე ჯობს. ასე ჯობს და მიჭერებს. მოდი ორი მისის გავაკეთე კვერცხისას. იქაც შეჭამს. იხალი იყო ჩვენ ამ კვერცხის ძალიან კარგად მიდის და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ კვერცხი დაიწყო. მაინც მომარია. რამეს ვიზავდეს. ამ ბილიდან უნდა მოიფიქროთ, რომ მე ბილდანი არ არის საღამოდან. ოია. თემუდან გამოვწერე ამის ფერი. Надо будет переболеть.
ესე იგი ხალხი რაც არ აკეთებს ყანაში დასაწყლები და ადრე მეც მათ რიცხვში ვიყავი მიხარი რომ ხარ ვარ ანუ არაჯანს აქ ქმედებაზე თანახმა ადამიანი ოღონდ წონაში დაიწყოს ოღონდ საჭმელი არ მოიგოს აი მე რატომ ოღონდ საჭმელი არ მოიგოს და ისე დაიწყოს და აი ყველანაირ მავნებლობაზე თანახმა აი მე ვიყავ მაგათ ეგებში ხო ვიცახი ადრე ისე მახსოვსი ვაკეში რომ ცხოვრობდით ჩულანი ვინმეს გახსოვთ ჩულანი როგორია ესე იგი პატარა ოთახივით არის ესე შეწეული ანუ ოთახი კი არა შკაფივით არის რა შეწეული და რაც 5 კვადრატი ну 3 იქნება პინკარი ხო და ისა ბნელა დგას რომ დადგას ხო და არ ვიცი ვინმეს თუ გაიკეთებიათ აი ეს ესე იგი ანანასი ერთი იყო საჭირო უნდა დაგესხა არახი მე ამასაც აი არაფერს გასინჯურის არ მქონდა და უნდა დაგესხა გუნწალი და დაგეყენები რამდენიმე დღე და მე ყოველ დილას ეს უნდა დაგელია რა ვითომ მადა საქვეითებდა რა თქმა უნდა აი მადა დაუქვეითებია 1-3 დღე დილას დავლიე იმითი წვენი უნდა დაგელია იმითი სუფრის კოვზე დავლიე 1-3 დღე და მე მადლობა მერს რომ მომწვინე რომ არაფერს ეგ არ შვებოდა და არ უნდა დამელია ხო და ხა იქ გამახსენე და არა უფრო უკეთესია მაგრამ ეგეთი რამე მე არ ვიცი ხალი შემხვდა TikTok-ზე რუსულზე მუკბანგებს იღებს რამდენჯერ ჭამოგიხეს და სამჯერო და აი ძალიან დიდი ოდენობით საყვარელს ჭამს ხო და ყოველი ჭამის წინო უნდა დალიო 10 აბი თევზის ქონიო და დაიკლებო 3 თვის განმავლობაშიო 10 დღეში ხალხი მე არ ვიცი რატო ეხუმრებიან ადამიანები ესე ჩამოხდება მე არ ვიცი ანუ მე ძალიან მეშინია და ძალიან ვერდები ეგეთ რაღაცას მოუკელი კვება შართა ჯანსაღი საჭმელი იმოძრავმეტი მინდა სითხე დაიკლე ანუ არა რაღაცა ეს მავნებლობები რა ეს ჭამს და წინ უნდა თან პირში იყრის ამაცა და თან ახრაშუმებს აი თან მაგას ხო ისწრებგემო მე რო დავლე ერთი აბი დავლე აგერ მა ვადა გაუეხა მალე გამოწელი საუკეთესო ამიტომ ძალიან სასარგებლოა 10 აბი კი არა ერთი ესე იგი ისეთი გულისრევის გზნობას მიჩენს ისეთ რომ ვერ სხვა საერთოდ 10 აბი მაგალითად კი თანახმარი ადამიანი ზანგარად მისმის როგორც ჭამის მოყვალოს მაგრამ თავწუხარო ჯერჩერობით არც ეგეთი წამალი არსებობს ის შეიძლება მაგალითად გექვეითოს არსებობს აგერ ვარიაცია ვეღარ ჭამ ისევით მიდიხარ რომ კალორიების დეფიციტი გექნება ძალიან დიდი თან მაგრამ ისო თან ჭამ უამრავი და დაიკლე გააცემა ოდესმე ამბობთ ეგეთი არსებობს აურა მაგარი მოვიდა არა შენ მანქანა თქვი შემოყვა და შენ მეგობრ რომ ქემრია ეგ იქნებ ნიშანია რომ შემდეგი ქემრი იქნება ორი კოქონდა ჩემ გოგონა მოდი ჩემ ამაზავას არის 10-12 წუთი.
ბავშვების სკოლაში წავით. ой, ფარდები დაწერეთ აბა. მე არც დროს არ მიყვარდა ფარდები, არც არ მქონდა ფარდები ჩემთან. ვიაჯემ მქონდა. ხოჭდეს ძველი დროის ხალხს როგორ ყველაფერი ისე აჟურში ქონდა და ეს ხელი ფარდები ხალხოდა და მზის ფარდებიც ქონდა. მაგრამ მე არასოდეს არ ვაფარებდი ფარდებს, იმიტომ რომ ვერ ვიტანდი, რომ ვერ ვხედავდი ღამე არ ვაფარებდი არასოდეს, რომ ვერ ვხედავდი იმას როგორ ღამდება, ან იმას როგორ თენდება, ანუ ყოველთვის არ მიყვარდა იმის დანახვა როგორ თენდება, აი როგორ იცლება გარეთ ღამე თხით და მე რო აი კაშკაშა დღერო დგას გარეთ და აი ამის შეგრძნება და დილას ზესთან ერთად მე ვსგებოდი. აღაჩენდა ნახავენ აი გოგოც ხახო არა ყავს მოსაწერ 1 საათი რატო გებია. სულ აი ესე გებოდი ხოლმე. თან ყველას ვამიჯერდი ისეთი მავნე ბავშვი ყავდა. ხო და ეხლაც აი ეხლა ცოტა გვიაწები ხოლმე და რაღაც მაშინ ადრე წვებოდი და გვიაწები ხოლმე და რაღაც მაგრამ მაინც აი ისე რომ არის უკვე მეღვიძა თან სახში ჯუჟუხა რო არის იქ ვიღაც ადგილ ბავშვები ადგილიდან ლაპარაკობენ მოგენ მე სამუშაოდ ადგილად და მე ძინს და ეს ჯუჟუხა იყო რაღაცა სახში რაღაცა გამოვლა ხდება მე მეღვიძება. ოღონდ აი ასევე ნახე ადრე ზამთარში საფულში ყოველთვის ვიწევდი ადრე. და ეხლა რა ვიცი როცა ზამთარია და როცა ესეთი ამინდებია ჩამობურული და რაღაცა მაშინ გვიან მეღვიძება უფრო აი მაგალითად აცები გვიწევდი ხოლმე. იყო 11-ს გამიღვიძე. ოღონდ 11-ზე მაშინ ვიღვიძებ ხოლმე თუ დავწიხით თქვენ 2-ზე. ეგ ხშირად არ არის ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ არის. ეს პური რაღაცნაირი სქელი ნაჭრებია არ მომიწონ. საერთოდ მეჩვენება რომ პური ერთი და იგივე ფირმის პური აი ასეთი ხო დაჭრილი იყიდება და დაუჭრებით. ასეთიც და მშობლებრივი დაჭრილი იყიდება და დაუჭრებით. ხო სქელი აი ესეთი დაუჭრელი ხო იყიდება. აი დაუჭრელი მეჩვენება უფრო გემრიელია ვიდრე დაჭრილი. თითქოს რაღაცნაირად კარგავს გემოს. აბა დაწერეთ თქვენ გქონიათ ეგეთი შეგრძნება რომ რაღაცნაირად გემოს კარგავს დაჭრილი პური. მოსწავლოთ რა. თან მე ის ადამიანი რასაც ძიადია იყო. ანუ შენ დიდი დატურებები მქონდა ეს უზევერე მაგრამ აი აშკარად ბევრად გემრიელია დაუჭრელი რომ მე ეს ორი ეს ნახევარი ორი გარი მომცრო ბეონს ვიდობისა ყველას ძალიან ლამაზი დღე არ ვიცი ულამაზესი დღეებია საერთოდ
აპრილი ყოველთვის ის თვე იყო, რომელიც ყველაზე ძალიან მომწონდა. აი მარტი რაღაცნაირი ძალიან ჭირვეულია თითქოს. ხო და ძალიან მინდოდა ბავშვი ყავი, რომ აპრილში ყოფილიყავი დაბადებული. ან ყოფილიყო აპრილში დაბადებული. რეალურად. არც ერთი არის მეორე, რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან მომწონდა ეს აპრილი, იმიტომ რომ აპრილში ახლა ეს ლურჯიზეცა. აპრილში იყო ხოლმე გადაპეტილი ესენი რა ქვია ალუბლები. ისეთი ლამაზი იყო ხოლმე. მთელი ქუჩა იყო ხოლმე ალუბლების და ასე რომ გაიხედავდი აკვლავებული რომ იყო ქუჩის ბოლოდან რო დადგებოდი და მთელი ქუჩა იყო გადაპეტილი ლაგოდებში ალუბლებით. ისეთი ლამაზი იყო. Adres sahibi verdiğinden bir şey tasarlıyor. Daha anlatamıyorum. Aleti yaptım. Galvenais mega forma de vargas mes parçimides. Neydi? მეოთხეც მივაყოლეთ ემას ყავას ირის ოფის რაცულა. ხოდა აი ეს პრობლემა არის ხოლმე ჩვენთან, რომ ესე იგი არ არსებობს საჭმელი, რომელიც ყველას უყვარს. აი ეს არ არსებობს. ის იმას არ უყვარს, აი არსებობს. ხორციანი საჭმელი უყვარს ყველას. ხორცი შემწვარი უყვარს ყველას. ცომეული უყვარს ყველას, ну მე არ მიყვარს, მაგრამ ყველას უყვარს. ცომეული ხაჭე პიცა მეც მიყვარს, მაგრამ იური და ბუნთუშა და ეგენი არ მიყვარს. არა, ჭამ. ისე არა რომ არ ჭამო, მაგრამ ის იყო. მე გამომეყენე ხოლმე ფიქრობდი. შენ ხო ჭამი, კაცო რომ ჭამდი, მე საერთოდ მიყვარს. უბრალოდ შეიძლება ჭამო, მაგრამ ისიც არის არც მაგრამ მე ხوات ისეთი ის არის ქუდია საჭირო.
თვალები ხო ვიყურები და გესაუბრებ. სხვა ვარიანტი ინახე. აი თვალებსაც კი ვერ ვახერ ისეთ იმის. აქ ხო ის ხერო იყო, ეს რო ეფარებოდა. ამაშვებოდა. აი ხო შევ ვერ შანსია. ამა გარდნობა რა იყო? კავერი. ასეთი სკამები და მაგიდა იყიდება Carrefour-ში. ესეთი ორი სკამი 80 ლარად. აქციით, ოღონ მაგიდა ამ სიმაღლე კი არა დაბალია. მაგრამ ევან თქვენ მაგიდა ევასიაო. და ხო არ ვიყიდო მეთქე ფიქრობ და სკამს აქ დავდგავდი. ეს ძალიან ცუდი სკამია და ისინი ძალიან მოსახერხებელია. ეს მაგიდა კიდე ევასი იქნებოდა. გონია 80 ლარად ღირს რა სიტყვით. მაგარია. მერტ როგორ მიყვარს. აბა და ეს ერთად ძალიან შემიყვარდა. შენ ვერ გაჭმევ ამას ბოდიში. კალციუმზე რო უთხარი. ორი რო ქონა ჩამოვარდნილი. კალციუმის ნაკრების პრაისი შეიძლება იყოსო. ვეტერინარმაც ეგრე მითხრა და ზოომაღაზიაში ხარ მუშაობს იმანაც. მეთქი კალციუმი უნდა თქო და ამ ჯიშებსო აქვთ ხოლმე პრობლემაო. ანუ სახსრები არის ხოლმე მაგაც პრობლემაო. თუ რაიმე პრობლემა აქვს, ეხლა კალციუმი რომ მისცეო, ისე ჩაუკირავსო იმასო, რომ მე ვეღარაფერს ვეღარ უშველიო. და ამიტომ არ არის რეკომენდებულიო. თუ აეწევა, აეწიოს, თუ არა და იყოს ისევ, ანუ კალცი არ დაუნიშნეს. რა ვიტამინებზე ვერ ყვიება. რატო უნდა ჭამდეს? რატო უნდა ეჩიოს თავის საჭმელს? ამაში 20 ლარს ვიხდი. მაშაკაია. ასა დავლიეს მე თქვენ ყავა. ამდენი ხანი სეღარ დამილევია. კეგვეძის პარკიას ხაპარი ახლა. გადამწვანებული. გადაპენტილი. ზაპარია. ხაიკა რომ მოვა შეჭამს ცოტა შეისვენებს და მე წავალ აივას გავიყვანთ მინდა ხოლმე რომ გავიყვანთ დილას შედარებით დილას ხარ 10-ზე არ ვიძა და მე უკვე საღამოს დილას ხალხი ნაკლებია ადგილი მეტია საქანელებზე რაღაცა საღამოს გადაჭედილია ხოლმე რავი ჩამოსასრიალებლად საკაცოებს ადგილი არ არის და იქიდან გამომდინარე ხალხი ცოტა შორიდანაც მოდის ჩვენ ახლოს ვართ რატომ მაინდა-მაინც ეს დროს მივიდეთ როცა ყველა არის ჩვენ ისე დროს შეგვიძლია მივიდეთ როცა არიან ბავშვები სულ ბავშვები რო არ იყვნენ ეგრე არ მინდა მაგრამ იმდენი რომ ანუ ადგილი არის სასრიალოზეც საქანელაზეც და ყველგან ევას უჭირდა ხოლმე თავისი ნივთის თხოვება, ხო და ეგ ისეთი რაღაცა არის, ხო იცით რომ ანუ შენ მშობელს გიტყდება რომ სხვა ბავშვს უნდა და შენი შვილი არ აძლევს.
და ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ატირებენ თავის შვილებს, ართმევენ და იმიეცი რა თქმა ბავშვს არ უნდა რომ ისწეს რა მე ძალიან უხერხულად ვცნობდი ხოლმე მაგ მომენტში თავს და მე წავიკითხე ძალიან ბევრჯერ ფსიქოლოგების ის რომ არ დააძალო ბავშვს უბრალოდ ხარი ანუ ათხოვებ აი მაგალითად თვითონ თუ მოუნდება სხვისი ნივთი უთხარი რომ აი ნახე იმან გათხოვა შენს უნდა ათხოვო როცა მოუნდება სხვას და ასე რომ გაიგოს ბავშვმა ანუ და საერთოდ ბავშვი სწავლობს აი როცა თვითონ უნდება სხვისი მაშინ სწავლობს რომ ისევ უნდა მისცეს სხვასო და თუ მაგალითად არ დააძალებ რომ მისცე და რაღაც მისცეს თავის სათამაშო რაღაცა რატო ტირისო ეს ძალიან ეხა მაგალითად აი შენ რომ დაგაძალონა შენი ტელეფონი პირადი ნივთი ან შენი მანქანა მისცე ვიღაც სხვას ანუ ბავშვისთვის დაახლოებით ეგრე არ იქნება მის სათამაშო და შეიძლება კიდევ უფრო მეტად აი როგორც მეგობარს ესე აღიქვამისო და ამ შენ ამ დროს გლიჯოხელენ და აძლევს სხვას ეს არის მისი პირადი სივრცის ძალიან დიდი დარღვევა მისი არაფერ ჩაგდება ხო და აქედან გამომდინარე მე ევას იმას ვუხსნიდი რომ აი თუ გინდა რომ სხვისი აიღო შენც უნდა მისცე და სხვა სათამაშოებს საერთოდ არ თხოვდა ძალიან ბევრი შემიძლია რომ მოსწონდა უყურებდა და ვუთხარი მოხდოს მეთი და გინდა თქო და არაო ამ დააყენე შემიძლია ხო და მოკლედ ეხლა თავისი ნებით ორჯერ თავის სათამაშო მისცა სხვა ბავშვს რომელსაც უნდოდა დავიწყე ხალხობას აი გადავიწყე შედამოცხო და არ გავწითლდი ხო ესე თავისი ნებით სხვა ბავშვს მისცა ორჯერ თვითონ არაობია სხვისი მაგრამ თვითონ მისცა ორჯერ სხვას გინდაო შესთავაზა ეს თავისი პატარასთან ასე რაღაც იზოლება არ არის ხომ საჭირო არაფრის დაჩქარება უბრალოდ პატივი უნდა ვცეთ შეშვიდებს მე ხალხი მისამდე პატარები არიან პატივი უნდა ვცეთ მათ პირად სივრცეს მათ სიყვარულს რა უყვართ რა საფასებენ რა ეძირფასებათ და ერთ დღესაც აუცილებლად ისწავლიან ყველაფერს რაც საჭიროა თუ ჩვენ ვუდგებით ჯანსაღად და სწორად და ჯანსაღი და სწორი პირველ რიგში არის შენი შვილი არ დააზიანა პირველ რიგში იმის რომ მამაე გაკითხა და რაღაცის ეს პირველადი უბრალოდ ზოგჯერ არ ვიცოდით ამის შესახებ ან ამდენს არ ვფიქრობთ მომენტში ყველას ქონია რაღაცა სიტუაციები ხო მაგრამ მე როცა დაფიქრები და გაცნობიერებ მე უკვე ასე იქცევ ყველასთვის რომ კარგ დღეს და აყენე შეგა ჩემ მანქანის ადგილას სანამ მე ვლოგს ვიღებდი ნიკას იქით მოვწევს დაყენება ხო ასე აბა ყველას კარგი დღე გიყვარს ავსახშია კარგი არ გოგრება აქ თამელია რა მინდოდა თითოეული ცხელა არ მეტყობა კიდე აი ესენი მიხურს ლოყები რა ბაჭია რა ბაჭია დიამშვიდობის